ადამიანის გაუჩინარება ხელისუფლების მხრიდან უნდა ითვლებოდეს დანაკლისად ხელისუფლებას ვთხოვთ დაგვეხმაროს ამ მოთხოვნით 10 თვის წინ გაუჩინარებული დარეჯან დიასამიძის ახლობლებმა აჭარის პოლიციის სამმართველოს წინ აქცია გამართეს და სამმართველოს ხელმძღვანელთან დავით თამაზაშვილთან შეხვედრა მოითხოვეს. თუმცა უშედეგოდ. დარეჯან დიასამიძის დედა ეჭვობს, რომ მისი შვილის გაუჩინარებასთან შესაძლოა პოლიციის მაღალ ჩინოსნებს ან მათ ახლობლებს ჰქონდეთ კავშირი. ლამზირა მახარაძე ვარაუდობს, რომ მისი შვილის გაუჩინარების გამოძიება შესაძლოა პოლიციის ინტერესებში არ შედიოდეს. მოგვიანებით აქციამ აჭარის პროკურატურის წინ გადაინაცვლა, სადაც დარეჯან დიასამიძის ახლობლებმა 3 წუთით გზა გადაკეტეს და ცენტრალურ ხელისუფლებას ომების მიღება კიდევ ერთხელ თხოვეს. თუმცა მათთან უწყების არც ერთი წარმომადგენელი არც ამჯერად გამოცხადებულა. დაკარგული გოგონას ახლობლები მსგავსი აქციის პერმანენტულად გამართვას გეგმავენ. არავინ არ შეხვდა სამმართველოს და გამოვედით და პროტესტის ნიშნად გადავკეთეთ 3 წუთით. უფრო მასშტაბური აქცია იგეგმება. თუ პარასკევამდე ცენტრალური ადგილობრივი აღარ ვითხოვთ. ცენტრალური ხელისუფლებიდან არ იქნება გაცხადებული რაიმე ტიპის ოჯახისთვის საინტერესო განცხადება, მაშინ უკვე კი არ გადაკეტავენ ქუჩაში დაწვება ხალხი და არ დათმობენ. მე ვერსია რა თქმა უნდა თანდათან მებადება იმისე რომ ხელისუფლების თავრობის პირი არის ჩემ შვილთან გაუჩინარებასთან დაკავშირებით ვინმე ისე დიდი ადამიანის ან შვილი ან თვითონ ის პიროვნება და იცავს ხელისუფლება. მეტი აზრი არანაირი კონკრეტულად პოლიციასთან მაქვს ეჭვი, რომ არის ვინმე შინაური ამ საქმესთან დაკავშირებული და პოლიცია ყველანაირ გზას, რა გზაზე მუშაობს და რა ვერსიები აქვთ თავისი, ამიტომ ჩვენ გვიფარავენ და გვიმალავენ.